მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგას უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გახთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. და მოდით დღეს ვნახოთ, რას მალავს პარტნიორი, რომელსაც არ ამბობს ხო, რომელსაც თქვათ არ ამხელს, რა აქვს ესეთი დაფარული ინფორმაცია. ნახოთ, ჯერ ვინ მოვიდა, სასაუბროთ. ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, ახლა თქვენგან არის ცოტა მოშორებით, როგორც ჩანს. და როიტყვიან ადამიანი, რომელიც გადართულია მაქსიმალურად შრომაში, გადართულია მაქსიმალურად თავის სიტუაციაში, ხო, რაღაც გააგეცალათ შეიძლება ითქვას. აქ ადამიანი რას მალავს? აქ თითქოს ადამიანი ესე ვიტყოდი, თქოს არა, ორ ადამიანს შორის აკეთებს არჩევანს, როგორც ჩანს. ეს ადამიანი რაღაც არჩევანის წინაშე დგას, აქ ადამიანი არის არჩევანის წინაშე, რაღაცის გაშვება უნდა, რაღაცის დასრულება უნდა, რაღაცას ამთავრებს თითქოს, ესე რომ ვთქვათ, და რაღაცა ციკლურად ამთავრებს, ხო, აი როგორი მომენტია იცით, რომ ადამიანი ვინც მოვიდა ჩვენთან ახლა სასაუბროდ, არის მაქსიმალურად გადართული სამუშაოზე, რაღაცა შესაძლებელია ის მომენტიც, რომ ადამიანი კიდევ ერთხელ თქვენგან მოშორებით არის, რაღაცა წასული არის, ან ყოველ შემთხვევაში შეიძლება ქალაქები არის დაშორებული, ნუ კი ხართ რაღაცა საუბრობთ ურთიერთობაში, მაგრამ აქ სიშორეს მაჩვენას ხვდებით, ანუ სხვადასხვა ქვეყანაში ხართ, სხვადასხვა ქალაქში ხართ, ისეთ გარემოში ხართ, სადაც აი ესე მარტივად ვერ მივალთ, ხო, რაღაცა ერთი უბდიდა მეორეობაში ვერ გადავალთ, ესე არ არის აქ თითქოს სიტუაცია, რაღაცა ეს მომენტი არის, ნუ რა თქმა უნდა ვიღაცების, ხო, ყველასთვის არა. ნუ მეორე მომენტი ის არის, რომ ადამიანი, რომელიც უკვე ცოტა გაგერიდათ, ცოტა თავს იკავებს ხშირი ურთიერთობისგან, თავს იკავებს რაღაცა ცოტა ისეთი დაიმედებებისგან, ხო, ანუ რაღაც უცნაურად იქცევა, ხო, რაღაცა თითქოს თქვენს გვერდით არის, მაგრამ ამ დროს რეალურად თითქოს აღარ არის თქვენს გვერდით, ხო. ეს ადამიანი, ესე ვთქვათ, რაღაცა ესეთ სიტუაციაში თითქოს რაღაცას მალავს, რაღაცას მალავს აშკარად. თქვენ რა ენერგიებში ხართ, აბა. აი თქვენ როგორი მომენტი გაქვთ, იცით, რომ თითქოს განახლებაა, თითქოს შეიძლება რაღაც მომენტში ახალი ურთიერთობის მდგომარეობაც არის და ნახეთ როგორი მომენტი არის, განახლება არის, ანუ ახალი ურთიერთობა არის სწორად და ჯერ ვერ ჩამოყალიბდით, ხო, საქმეების სიტუაცია რა მდგომარეობა არის, როგორი მდგომარეობა არის, ანუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თითქოს, ხო, თითქოს ადამიანი რაღაცა მოდის, მაგრამ თქვენ მაინც კითხვის ნიშნები გიჩნდებათ, ხო, აი არა ვერ ამოიცანთ, ჯერ არ მოგიწნიათ ეს ადამიანი, ხო. აქ თქვენ ძალიან ისეთი ენერგიებში ხართ სხვათა შორის და რესურსულ ენერგიებში ხართ, შესაძლებელია აქ ვიღაცაც იყოს ისეთი მომენტი, რომ თქვათ არსებობს მის ცხოვრებაში პარტნიორი და ნუ ვიღაცა ეს რაღაცა ფლირტის მომენტი გამოჩნდა და ნუ რაღაცა ესე გამოჩნდა მიდის, ხო, თუმცა აი როგორი მომენტია იცით, თქვენი ენერგიები ძალიან კარგი წინსვლის, წარმატების, რაღაც ესეთი ყველანაირი შესაძლებლობების ენერგიებში ხართ, ხო, ემოციების ენერგიებში, მაგრამ შინაგანად მაინც არ გაძლევთ რაღაცა მოსვენებას, აი თითქოს რაღაცა გრნით რო იტყვიან, ხო, რაღაც თქვენი ინტუიცია ჩავთვალოთ თუ რაღაც მდგომარეობა, რომელიც აი თითქოს არ გაძლევთ გასაგანს იმაზე, რომ არ იფიქროთ იმასთან მიმართებაში, რომ ეს რაღაცა სხვა რიტყუება, რაღაცა სხვანაირად ხო არ ხდება, რატო იქცევა ეს ადამიანი, ხო, რაღაც ეს მომენტებიც არის. მოდით კონკრეტულად რა ხდება ახლა თქვენ შორის ნახოთ.
ხო, აქ აშკარად ახალი ურთიერთობა არის, ახალი ემოციები არის, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია აქ თითქოს მიუხედავად ისა, რომ რაღაცა შეიძლება ახალი არც არის, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. ხო, აი შეიძლება ახალი არც იყოს, მაგრამ აქ არის ისეთი მომენტი და მდგომარეობა, როდესაც უბრალოდ ნახეთ ისეთი რბილი ურთიერთობაა, ხო? აი რაღაცა სიყვარულის და რაღაც ისეთი საოცარი გრძნობების, ანუ აი არ არის ესეთი მომენტი. აი სისავსე მაქვს, სიამოვნებს, რაღაც ემოციას ვიღებ, რაღაც, მაგრამ აი ნახეთ, კონტროლზე აყვანილი ურთიერთობაა ესეთი რჩება, ხვდებით? თქვენი მხრიდან არის თუ მისი მხრიდან არის, ორივე აკონტროლებთ სიტუაციას მომენტი გაქვთ. აი ორივე საკმაოდ კარგი ინტუიცია გაქვთ, აი რასაც ქვია, ორივეს ძალიან კარგი. ორივე რაღაც ცდილობთ, რომ იმ ზღვარზე მეტი არ გადახვიდეთ, ან იმ ზღვარზე მეტი არ მოუშვათ. აი ურთიერთობა, ხო არის რაღაცა ურთიერთობა ემოციებზე და რაღაცა ესეთი. აი ეს ემოცია არის, განა არ არის ემოცია, მაგრამ აი აქ ფიქრის მდგომარეობა უფრო მეტი გაქვთ. კარგით, რას მალავს კონკრეტულად ეს ადამიანები, ვნახოთ, რას მალავს. კონკრეტულად რას მალავს ეს ადამიანი? რას მალავს თქვენგან? ნახეთ, მოდით ესე ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ესე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში მალავს იმას, რომ ხო გეუბნებით, თუ თქვენ არ იცით ბოლომდე ამ ადამიანის მდგომარეობა, შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი მალავდეს მეუღლეს. პირდაპირ გაგებით მეუღლეს. შეიძლება გაშორებულია და არ ამბობს, რომ გაშორება, ანუ არ საუბრობს, არ აჩენს თავის ოჯახს, თავის შვილს, თავის მეუღლეს, აქ არ აჩენს ამ ყველაფერს. ადამიანი არ აჩენს იმას, რომ უბრალოდ მალავს იცით რა მომენტსაც, რომ თუ მის სიტყვები არის, რომ აი ხვალ ზეგ ჩვენი ოჯახი შევქმნით რაღაც, ეს ადამიანი მალავს ამასაც, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ამ ადამიანისთვის ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. იმიტომ რომ მას არ აქვს დამთავრებული წარსულის მდგომარეობა, მას იქ ემოციებიც აკავშირებს. იცით რა არის კიდევ ერთის მხრივ ეს ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ მალავდეს რაღაც არ ვიცი, რაღაც ძალიან ისე მომდის ეს ოჯახის მდგომარეობა. ეს მალავს კიდევ. ხო, აი ესე ვიტყვი, შეიძლება ეს ადამიანი არის გაშორებული და მალავს თავის ოჯახს, არ ვიცი ესე როგორ თქვა, მაგრამ ცოტა ესეთი მომენტია, ხა ყველასთან აღდათ ვერ იქნება და ეს არ იქნება ყველასთვის, ხო? მაგრამ აქ ადამიანი აშკარად მალავს ურთიერთობას, რომელიც შეიძლება თქვენ ურთიერთობას მალავს, ხო, ზოგადად ყველასგან, მაგრამ აქ მალავს ეს ადამიანი ოჯახს, აქ ადამიანი შეიძლება იქაც პაუზაზეა გასული რაღაცა პრობლემებიდან გამომდინარე, მაგრამ მალავს იმას, რომ მის ზურგს უკან არის პასუხისმგებლობები, რაღაცა არ უნდა ამისი აღიარება და თქმა, ხო, იმიტომ რომ შანსები დაიკეტება, იმიტომ რომ რაღაცა ახალი ენერგიების მიღებას ცდილობს ეს ადამიანი და ცოტა სიმართლე გითხრათ, რაღაცა
Როგორია რომ ყველაფერს აკონტროლებს, შეიძლება ბოლომდე ვერც კი აკონტროლებდეს ეს ადამიანი ამ ყველაფერს. არ შემოკარგება ქაშკარად ადამიანი მალავს ოჯახს პირდაპირ მნიშვნელობით, მალავს ეს ადამიანი ოჯახურ თანაცხოვრებას, ურთიერთობას, რომელსაც ქვია მეუღლე, რომელსაც ქვია შვილები, რომელსაც ქვია ჩემი ოჯახი, ჩემი სახლი, ხო? აქ ვესაბიტყვი რომ ადამიანი ამ ყველანე აქ მაქსიმალურად ფარავს ამ ყველაფერს. რაღაც მომენტში შეიძლება, არ უნდა, ხო, მოდით ნახოთ, რატომ მალავს ამ ყველაფერს, ხო? იცით რა, იმიტომ მალავს, რომ მე უკვე შეიძლება თქვენთანაც თქვენთან არ გამოვიდეს. ნახეთ, ამ ადამიანს შეიძლება აქვს ემოცია და კიდევაც გითხარით, აქვს აქ რაღაცა ემოციური მომენტები არის, თუმცა აი გათვლითი ემოციური მომენტები არის. შეიძლება რაღაცას ისეც იღებს ეს ადამიანი თქვენს გაღიმებასაც კი, ხო? და რომელიც რა მნიშვნელოვანია და სასიამოვნო ამ ადამიანისთვის. და აქ ეს ადამიანს არ უნდა რომ ეს ურთიერთობა საბოლოო თქვენთან ურთიერთობა დასრულდეს. ამ და უკან მოიტოვოს და მოაკლდეს რაღაცა ენერგიები, ამიტომ ცოტა მანიპულატორობს ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე და მალავს კიდევაც იმას, რაც არის, ხო? კიდევ ერთხელ ვწერ ვიღაცასთან შეიძლება არსებული კონკრეტულად დღესდღეობით მიმდინარე ოჯახი იყოს, ვიღაცასთან შესაძლებელია უბრალოდ დასრულებული ოჯახი, თუმცა რო ყავდა მეუღლე და ჰქონდა ყავს შვილი და ვთქვათ რაღაც მსგავსი, ამას არ ამყობდეს. მოკლედ ესეთი გამოვიდა ეს რაღაცა უცნაური რას მალავს ადამიანი და მე გისურვებთ რომ არასოდეს არაფერი არ იყოს დამალული ურთიერთობაში, როდესაც ორი ადამიანის რაღაცა შინაგანი მესპოვნას ვარქმევთ, ხო? წარმატებებით თითოეულ თქვენთაგანს და ბედნიერება.